მე მყავს ერთი ახლობელი, ძალიან ახლობელი ოჯახია. ჩემ მეგობარი 26 წელს გარდაიცვალა, ძალიან დიდი და ძვირფასი ადამიანი, ნუგზარი ერქვა სახელად და მისი ძმა, მისი ოჯახი ახლა ჩემი ახლობელია ძალიან. იმიტომ რომ მაგ ოჯახს ძალიან უყვარდი მე და მე ძალიან მიყვარს ეგ ოჯახი. სულ ვიხსენიებ ახლა ძალიან წასულები. ხო და აი ამ ოჯახის ახლობელი იყო ერთი სასულო პირი, რომელიც იყო რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ეხლა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია და რუსეთის ეკლესია თქვენ შერიგდნენ, იცით თქვენ. მაშინ არ იყვნენ შერიგებული. რას ნიშნავს ეს? არ ქონდათ ერთმანეთთან ზიარების უფლება და ჩვენ შეიძლება. და ჩამოვიდა ეს ადამიანი. ეხლა ეს ადამიანი არქიმანდრიტი იყო, მაგრამ იყო რუსეთში, იმაში რა ქვია, იერუსალიმში რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მისიის უფროსი, ხელმძღვანელი. ანუ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ელჩი, რო თქვა საერთო ენაზე, იერუსალიმში. უნდათ მისი კურთხევა სან-ფრანცისკოს ეპისკოპოსად. მაგრამ ავად გახდა. ამიტომ დატოვა, უარი თქვა ეპისკოპოსობაზე, წავიდა ავსტრალიაში და დაარსა უდიდესი მონასტერი. და სხვათა შორის ქართული არქიტექტურით დააშენე ეკლესია. და ჩამოვიდა ჩემ მეგობართან ესე სტუმრად, ჩემ მეგობრის ძმასთან. ხო და მე გავაცნო ახლა ისმა ძმამ, ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახია. შეიძლება ისმეს ახლა ჩემს საუბარს. ხო და მიიყვანა ეს პატრიარქთან ეს არქიმანდრიტი. თან იყო ძალიან ძვირფასი ხალწერი. სანთელზე წერდა ვოსკი, რასაც ქვია. ანუ სანთლის წერდა, ეს არის ძალიან ესეთი უნიკალური ხელოვნება რა. ხო და პატრიარქმა დაასაჩუქრა და ძალიან ესე დალოსა უწმინდესმა და რატო ამბობ ამას? ეს კაცი სულ ტიროდა. ჯერ პატრიარქს შეხვდა სულ ტირის. მე სამბაში რომ მივიყვანე, ტირის, მე ვთხარ ბატუშკა რა გატირებს, სულ კარგად იცოდა რუსი იყო. თქვენო ქართველები ვერ ხსებით. დედამიწიდან მოდის უზარმაზარი მადლი. თქვენ მიჩვეული ხართ და ვერ ხსებით. აი მე ვეუბნებით სინაში რომ უზარმაზარი მადლი მოდის მიწიდან რა. თელი მადლი თქვენ ვერ ხსებით რა ქვეყანაში ცხოვრობთ. მადლი პირდაპირ მოდის მიწიდან რა. და სამის აზრით რომ ნახა ნუ გაუცდა ადამიანი და შუტიროდა ეს არის ესეთი არაფერი მინახავს რა. ეს არის რაღაც ღვთის საოცრება სასაულიო რა. და თქვენო ქართველებიო ვერ ხსებით რა მიწაზე ცხოვრობთ. ამდენი მოწამეები როა საქართველოში დაკრულიო ქრისტიანობისთვისო სულ მადლი მოდის მიწიდან სულ ტიროდა სულ აი რაც მე ეხლა ჩემთან ერთად რო ვიყავით სულ ტიროდა აი ესეთ ქვეყანაშვილებო საქართველოს უნდა დავაფასოთ ჩვენ ეს მაგრამ თუ ვინმე განიზრახავს საქართველოს შებილწვას უცხოთესლით რომელი უცხოთესლით ქრისტეს მტრებით იმას ღმერთი კარგს არაფერს არ უზავს მოემზადოს საშინელი განსასწრებისთვის დაინახავთ ამას ვერ, თუ არ შეინანებს. ამიტომ ღმერთმა შეანანებიოს. ღმერთმა ეს გამოასწორებიოს, ვილოცოთ ყველამ, რომ ერთად ჩვენ თავრობა, მხედრობა, ხალხმა და ერმა ვილოცოთ, რომ ყველაფერი გამოსწორდეს ეს, ის ხალხი ღმერთმა დალოცოს თავის ქვეყანაში, ის არაბები, წავიდნენ თავის ქვეყანაში, ღმერთმა კარგად ამოხოთ. ჩვენ თავი დამონებო. აი ესა, ქართველები, მართლმადიდებლების არის ივერია. თუ ვინმე მოინათლება, აბა თბილელი, აგერ არაბი იყო და მოინათლა თბილისი ფარველია დღეს. ნეოფიტე ურნელი, არაბი იყო, შეუმის დასარბევად მიდიოდა. ის იყო სარდალი და რონახა სამხელა სიწმინდა ბერად შედგა და მე ეპისკოპოსად აირჩიეთ ურბნისთვის. ნეოფიტე ურნელი. მაგრამ ესეთი ერთეულებია, ხო? თუ ვინმე მოტრიალდება, ძმა იქნება ჩვენი. ჩაეწერება იმ წმინდანების, ჩვენი დიდი ქართველი წმინდანების რიგში. მაგრამ ეს ხალხი ხო თავისი აბსოლუტური უმრავლესობით ქრისტეს მტრები არიან. ყველა ესენი, გინდა პაკისტანელები, გინდა ისინი ძალიან საშიშია შვილები. ფულის გულისთვის სამშობლო მიწის გაყიდვა და სამშობლო მიწის შეგინება არის სასიკვდილო ცოდვა. ამის გამკეთებელი ვერც აქ მოისმენებს და ვერც იქ. და ძალიან დიდი გასასწრელი ექნება, თუ არ შეინანებს. და აი მიცეს სინანული ყველა იმ ადამიანს ქართველს, ვინც ასე ვთქვათ მომხრია აი ამის მისეს ძალიან დიდი სინანული, თორემ მათი ბოლო საშინელი იქნება შვილები. რომ არ გითხრათ ეს მე თქვენ არ ვიქნები სწორი. იმიტომ რომ ღვთის წინაშე ვდგავარ, ბერი ვარ, ეპისკოპოსი ვარ და რომ ეს არ თქვა, მე მომწყურს უხარ.
რატო არ ეუბნებოდი ამას ხალხს? მეთქვა დაგნოს, გაგახაროთ, გაგაზრიეროთ. საქართველო ივერია დედაფთიშობლის და მაცხოვრის მტრების არ იქნება. ღვთისმშობლის მტერი განადგურდება.